ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო თავსებადობას ამოწმებს და რეკომენდაციებს იძლევა, კრიტიკულად შეაფასა ქართული ოცნების მიერ შეცვლილი კანონმდებლობა შეკრებებსა და მანიფესტაციებთან დაკავშირებით. დასკვნაში, რომლის გადაუდებელი მომზადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა. მკაფიო და აღნიშნული, რომ ეს ცვლილებები არის ბუნდოვანი, რეპრესიული, ნაჩქარებად მიღებული და დემოკრატიასთან შეუსაბამო. ვენეციის კომისია შეშფოთებულია, რომ ეს ცვლილებები მიღებული იქნა ნაჩქარებად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საჭირო კონსულტაციების გარეშე. ეს პრობლემურია დემოკრატიული პერსპექტივიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული პროცედურული ხარვეზები ცვლილებების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს. განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. ეს საკანონმდებლო ჩარჩოს პროგნოზირებადობას ძირს უთხრის და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისას სამართლებრივ მდგრადობას არღვევს. საკანონმდებლო ჩარჩოში გამჭვირვალობის ნაკლებობა ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის. ახალი მკაცრი სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით, ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების მნიშვნელოვანი ზრდა გადაჭარბებული ჩანს. ძირეული გადახედვა ხელს შეუწყობს იმის დადგენას, რამდენად მართლზომიერია ეს ცვლილებები. ხელისუფლებამ ცვლილებებს უნდა გადახედოს და შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი განახორციელოს. ვენეციის კომისიის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათის წერილად მიიჩნევენ ქართულ ოცნებაში და ამბობენ, რომ არავითარ გადახედვას და ცვლილებას არ შეიტანენ უკვე მიღებულ კანონში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნის საფუძველზე მათ საკმარისი მტკიცებულებები მიაწოდეს კანონის ცვლილების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. საერთოდ ეგეთი კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიიღო, თუ გარემოება არ გაიძულებს. ვენეციის კომისიის მთავარი პრეტენზია ეს იყო, რომ რატომ მიიღეთ დაჩქარებული წესით. ვენეციის კომისია არ აფასებს მდგომარეობას, პოლიტიკურ მდგომარეობას საქართველოში, იგი უყურებს სამართლებრივი კუთხით და იძლევა ამ ხრივ შესაძლო გათვალისწინებისათვის თავის რეკომენდაციებს, მაგრამ რეალურად სიტუაცია, რომელიც საქართველოში შეიქმნა, რასაკვირველი არის, იყო არაორდინალური და იყო ძალიან საფრთხის შემცველი ქვეყნის არსებობისათვის. ვენეციის კომისიის ეს დასკვნა თავად არის ბუნდოვანი და არა ის ჩანაწერები, რომელიც ისინი კანონთან მიმართებაში იგულისხმობენ, ისინი იცით ვერ ვაკეთებენ. მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას არ ინტერესდებიან რა საჭიროებები შეიძლება ყოფილიყო, როცა ჩვენ ეს კანონმდებლობა მივიღეთ, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიღებული კანონმდებლობის გადახედვას. ვენეციის კომისიის შეფასებას იზიარებენ ოპოზიციაში. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ რეპრესიულ კანონებში განსაზღვრული სანქციები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რაც ვენეციის კომისიამ დაადასტურა. ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს საერთაშორისო დასკვნა, ვენეციის კომისიის უახლესი შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ჯარიმები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, არამედ ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ის კოდექსი, რომელშიც ცვლილებების შეტანით არის დაკავებული ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეს არის 1984 წელს მიღებული საბჭოთა კოდექსი და მისი ადგილი დემოკრატიულ ევროპულ საქართველოში აღარ იქნება. ასე რომ ამ დასკვნის შემდეგ კიდევ უფრო მყარია ლელოს და ძლიერი საქართველოს პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კანონი, რომლის აღსრულება თავისთავად არის დარღვევა, თავისთავად არის სამართლის წინააღმდეგ სვლა. ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა საქართველოს როგორც ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის პროგრესის შეფასებამდე გამოაქვეყნა. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.